მე თბილისში პარლამენტის შენობის წინ ვიმყოფები, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან შეკრებილი. აქ ბევრი ადამიანი მოდის. ისინი ევროკავშირისა და ნატოს დროშებს აფრიალებენ, მათ შორის ფინეთის დროშასაც, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია საქართველოს დროშას. ეს ხალხი აპროტესტებს იმ მიმართულებას, რომლისკენაც ეს ქვეყანა მიემართება, რომელიც მოსახლეობას ძირითად უფლებებს ართმევს, გამოხატვის თავისუფლებას და შეკრების თავისუფლებას. ცხადია, ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ. მოყენებული იქნა მისი მხრიდან იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის. ერთი, ამას შეჩვეული ვარ, თუმცა მეორე პირდაპირ და უხეშად დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა და ამით დაარღვია ვენის კონვენციის 51 მუხლი. დღეს დილით ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან ოძისში და როგორც გუშინდან განცხადებებში დღესაც ეს ნაბიჯი ამ ნაბიჯით უნდა აჩვენოს სუვერენიტეტის პატივისცემა. თუმცა რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდაჭერის განცხადებას, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირს. საგარეო საქმეთა მინისტრ იყო შეხვედრა და შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ პრესკონფერენციაზეც ვიხილეთ ჯერ როგორი სიცრუის კასკადი მომდიდარეობდა კონკრეტული მინისტრისგან და ამავდროულად ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ვნახეთ, რომ გარედან დაფინანსებულ და დაორგანიზებულ აქციაზე მივიდა საგარეო საქმეთა მინისტრი და ისეთი განცხადებები აკეთა, რომელიც პირდაპირ ელევა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. შესაბამისად, დამატებით ის შეხვედრა, რა თქმა უნდა, არც მოკლებულია და ეს არის ერთ-ერთი დიპლომატიური ნაბიჯი გადადგმული, რომელიც უნდა გადადგას ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა პრემიერ-მინისტრმა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში, როდესაც დაანონსდა EUTHO-ს თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი, ქართული ოცნება, ანუ რეჟიმი და მთელი პროპაგანდისტული მედია ფიქრობდა და ცდილობდა ამის ისე წარმოჩენას, თითქოს ამას რაღაცა კავშირი შეიძლება და ქონოდა რეჟიმის ლეგიტიმაციასთან. თუმცა რეალურად, რაც გვანახა ამ ვიზიტმა, არის ის, რა განწყობას აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ისინი მხარს უჭერენ თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს, ერთიან საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ბრძოლას თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის და მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ არჩევანს. ამიტომაც ეს ქმედება, რომ კობახიზემ ეს ვიზიტი გააუქმა, ნათლად მიუთითებს იმას, საით მიდის რეჟიმი, ნათლად მიუთითებს იმას, რა გზა აქვს არჩეული საქართველოსთვის, რუსულ საოკუპაციო რეჟიმის ქართულ ოცნებას, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ფაქტობრივად აკარგინებენ ყველა საერთაშორისო პარტნიორს და ყველა მეგობარს და ნათლად მიუთითებს იმას, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიზანი არის ამ ქვეყნის იზოლაცია.